ამასობაში უკვე 16 აგვისტოა ღამის 3 საათი და ალიასკაზე პუტინის და ტრამპის მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ. შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. 3 საათი გაგრძელდა მოლაპარაკებები, 3-3 ფორმატი იყო. რუსული მხრიდან პუტინი, ლავროვი და უშაკოვი, ამერიკელების მხრიდან ტრამპი, რუბიო და ვიტკოფი. მერე ხანმოკლე ბრიფინგი იყო, ჟურნალისტების შეკითხვებზე არ გაუწიათ პასუხები, ჯერ პუტინმა ისაუბრა, მერე ტრამპმა. ორივე აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა იყო, კეთილგანწყობილ ვითარებაში წარიმართა. რაღაცეებზე შეთანხმება და პოზიციების დაახლოვება მოხდა, მანამ თავად საკითხებზე ამ მომენტისათვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა ორივემ გამოთქვა იმედი, რომ გაგრძელდება კონტაქტები და ძალიან მალე იქნება მიღწეული შეთანხმება და ამყარდება მშვიდობა და ორივე მხარე მზად არის, რომ ამისთვის იმუშაოს. როგორც ტრამპმა თქვა, მე მინდა მშვიდობაო, პუტინსაც უნდა მშვიდობაო და ალბათ ამ ყველაფერს მივაღწევთ. ოდან მე აღნიშნა, რომ ხო ევროპელ კოლეგებს და უკრაინელებს დაურეკაო და შედეგებს მოუყვებიო, რაზე მოხერხდა შეთანხმება, რაზე ვერ მოხერხდა. ამით დამთავრდა ეს სამიტი. ჩემი და ოპტიმისტების მოლოდინები ამ ჯერზე აშკარად არ გამართა. ასე. ომი გრძელდება.